სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებების 3 წარუმატებელი რაუნდის შემდეგ პროფკავშირებმა რკინიგზელებს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს. 11 თებერვლის ჩათვლით მუშაობაზე უარს აცხადებს სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია, ჩქაროსნული სარკინიგზო მატარებლების გაერთიანება და რკინიგზის მომსახურების ბიუჯეტური კომპანია, რომელიც ესპანეთის გარდა საფრანგეთსა და ბელგიაშიც ოპერირებს. გაფიცვის გადაწყვეტილებას მგზავრთა ნაწილი უკმაყოფილებით შეხვდა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა უპირველესია. ბილეთი ორივე მიმართულებით დავჯავშნე და არ ვიცოდი, რომ დღეს გაფიცვა იწყებოდა. რის გამოც მატარებლის ბევრი რეისი გაუქმდა. საბედნიეროდ ჯერ ჩემი რეისი არ გაუქმებია. თუმცა ვნახოთ. რადგან 1 საათით ადრე მოვედი, ტაბლოზე ჯერ მატარებლის განრიგი არ ჩანს, მაგრამ აპლიკაცია მაჩვენებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ბოლოს და ბოლოს მათ უნდა იპოვონ გამოსავალი. ბევრნი ვართ, ვინც საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებას მათვანდობთ და გვჯერა. დადგა გაფიცვის დრო, რათა აღკვეთოთ მსგავსი პრობლემები და უზრუნველყოთ შესაბამისი პირობები. ესპანეთის მასშტაბით გაუქმებულია ჩქაროსნული და საქალაქთაშორისო მატარებლების 330-ზე მეტი რეისი. ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, თუ კი სარკინიგზო რეისი გაფიცვის გამო გაუქმდა, 30 დღის განმავლობაში მგზავრებს შეუძლიათ ბილეთის საფასური დაებრუნონ. რკინიგზის სფეროში მომუშავეთა უკმაყოფილება მიფეთქა მას შემდეგ, რაც იანვარში ესპანეთის სამხრეთით ადამუსის პროვინციაში ჩქაროსნულ სარკინიგზო მაგისტრალზე ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა მოხდა. მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლას და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ შემადგენლობასთან შეჯახებამ 45 ადამიანის სიცოცხლე იმსხვრპლა, 150-ზე მეტი კი დაშავდა. პროფკავშირების თანახმად ესპანეთის მასშტაბით არ არის დაცული სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები.